სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1984 წლის 16 მაისს და ეს არის რიგით 29 ნაწილი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ალბათ თქვენც მოგსურათ ეს კითხვა, მე ბევრჯერ მაქვს მოსმენელი ამის შესახებ და მე მგონია რომ ძალიან ნაყოფიერი იქნება. Სამწუხაროდ უცებ ახლა მე ვერ გავაგრძელებ შემდეგ კითხვებს, დიდი თოვლი მოგვივიდა აქ ტორონტოში და კიდე გრძელდება თოვლი, უნდა გავიდე და გავწმიდო და დაგიბრუნდებით ალბათ მე 1 საათში და გავაგრძელებთ ჩვენ ამ კითხვა-პასუხების სესიას. შემდეგ კითხვა ესეთი არის, რომელსაც ფრანსისი ფრენკი სვავს. გამარჯობა ჯონ, მოგესალმებით, მე მქვია ფრენკი და ჩემი შეკითხვა ეხება გამოსვლის წიგნის მესამე თავს. და მეორე მუხლიდან. მე მინდა რომ წაგიკითხოთ. მე მთლიანად წავიკითხე, მას აქვს მარტო მეორე მუხლი, მაგრამ მე მაინც წავიკითხე მთლიანი თავი არა, მაგრამ გარკვეული ნაწილი 6 მუხლი. და მწყემსავდა მოსე თავის სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას ხორებს. ხორების მთა პირველად აქ მოიხსენიება. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყლოვანი შუაგულიდან. ხედავს, ცეცხლმოდებულია მაყლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყლის ბუჩქი. და თქვა მოსემ, მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყლოვანი. იხილა უფალმა რომ მობრუნდა მოსე სანახავა და მოუწოდა მას ღმერთმა მაყლოვნის შუაგულიდან. მოსე, უთხრა, აქა ვარ. უთხრა მას უფალმა, ნუ მოახლოვდები, გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელსაც გახარ, წმინდა მიწაა. უთხრა, მე ვარ მამა შენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს. რატომ ამბობენ ზოგიერთი უფალში მოწიფული მორწმუნეებიც კი, რომ უფლის ეს ანგელოზი, ეს არის იესო ქრისტეო? რას ფიქრობ ჯონ, არის ეს იესო ქრისტე? და ჯონ მაკარტური პასუხობს. გსურთ იცოდეთ, რატომ ამბობს ზოგიერთი ადამიანი უფლის ანგელოზი რომ იესო ქრისტეაო? დიახ, ეს მაინტერესებს. დიახ, მე მომიწევს ცოტათი უკან დახევა და გარკვეულად ინფორმაციების შეკრება. ძველ აღთქმაში ბევრი ადგილია, სადაც უფლის ანგელოზი არის ნახსენები. ბევრ ასეთ ადგილზე ის ჩნდება იმ ფორმით და ასრულებს ისეთ მისიას, რომელიც იმდენად უნიკალურია და დამახასიათებელი ღმერთისათვის, რომ თითქოს ეს უნდა იყოს თავად ღვთაება. და თუ ფაქტობრივად ის არის ღვთაება, მაშინ ის უნდა იყოს ის ელემენტი, ღვთაების ის პიროვნება, რომელიც ვლინდება გარკვეულად რაღაც ესეთ ფორმებში. ზოგიერთგან შესაძლოა ეს ცეცხლში იყოს, ზოგჯერ ადამიანის ფორმაში, ადამიანის სხეულით. ეს იმის გამო ხდება, რომ მისი გარეგნობა უფრო ღვთაების გამოვლინებაა, ვიდრე თავად ქმნილი არსება, თუნდაც ანგელოზი. ან უნიკალური სიწმინდე, უნიკალური ხსნელის სახით. უფლის ანგელოზი ხშირად განიხილება როგორც გადამრჩენელი, ან კიდევ გამომხსნელი. და არის რამოდენიმე კიდევ ბიბლიური პასაჟი, რომელიც შეიძლება ამაზე უფრო კაფიო იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ქრისტოფანიებს. და ეს ტექნიკური ტერმინია, მაგრამ ეს ნიშნავს ქრისტეს წინასწარ განსახიერებას. ახლა თქვენ არ უნდა გქონდეთ ამის პრობლემა, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ იესო ქრისტე არის სამბების მეორე წევრი. ის ყოველთვის არსებობდა, ხო მართალია? და არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ სანამ ის ხორცს შეისხავდა ადამიანურ ფორმაში და მოვიდოდა სამყაროში, ის შეიძლება, რა თქმა უნდა, რაღაცის კეთებით იყო დაკავებული. და თუნდაც რატომ არა ასეთი რამით, რომ მისულიყო ღმერთის რჩეულ ადამიანებთან და მიეტანა ეს რაღაცა გზავნილი. და სიტყვა ანგელოზმა ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს და არ დაგვაბნიოს, რადგან ანგელოზი უბრალოდ ნიშნავს მაცნეს. და ზოგჯერ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექნიკური გაგებით, ფაქტობრივად ანგელოზზე, ანუ შექმნილ არსებაზე, მითითებით, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოყენებულ იქნას არატექნიკური მნიშვნელობით და მიუთითებდეს მაცნეზე, როგორც ბევრი თვლის, რომ ის გამოიყენება მეორე პირველ თავში, მეორე მესამე რეალურად გამოცხადებისას. იცით ხომ? ამრიგად ამ არსების ფორმის, ძალის, სიწმინდის წყალობით ის უფრო ღვთაებად გვეჩვენება, ვიდრე შექმნილ არსებად, ანგელოზად.
გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.